ქართულ ოცნებას დაეკისროს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ამის შესახებ ქართველი მწერლები, თარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულები აცხადებენ. 26 იანვარს გაეროში საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის განხილვის წინ ისინი კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები, მწერლები, ხელოვანები და აქტივისტები დევნის, თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, რისთვისაც არავინ დასჯილა. მათივე განცხადებით დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება გადარჩენის ზღვარზეა. კულტურული დაწესებულებები კი კვლავ განიცდიან რეჟიმის ჩარევასა და დაშინებას. ორგანიზაციები მოუწოდებენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და მის წევრ სახელმწიფოებს შეემუშაონ კონკრეტული რეკომენდაციები ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ. მიმართვაში საუბარია მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის უკანონო პატიმრობაზე. ასევე ყურადღება გამახვილებული BBC-ს სკანდალურ რეპორტაჟზე. შემაშფოთებელია BBC-ს ბოლოდროინდელი სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს აკრძალული ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები. პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ნივთიერებების მსგავსი. თუმცა დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად ხელისუფლება მიზანში ამოიღო ის ექსპერტები, ჟურნალისტები და სხვა პირები, რომლებმაც გაბედეს დოკუმენტურ ფილმში ჩვენების მიცემა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყების შესახებაც. ჩვენ მოვითხოვთ რეპრესიების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოუწოდებთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს გადადგან კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.